უთხრა მათ. განა იმისთვის მოაქვთ სანთელი, რომ ჭურჭლის ან საწოლის ქვეშ დადგან. განა იმისათვის არა, რომ სასანთლეზე დადგან. არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს და არც რამ დამალული, რომ არ გამომჟღავნდეს. თუ ვინმეს ყური აქვს სასმენად, ისმინოს. უთხრა მათ. დაუკვირდით, რასაც ისმენთ. რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ და მოგემატებათ. რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა და ვისაც არ აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს. თქვა. ასეთია ღვთისსასუფეველი კაცმა, რომ თესლი ჩააგდოს მიწაში. ეძინოს და დგებოდეს ღამით თუ დღისით, თესლი კი აღმოცენდება და იზრდება, მან კი არ იცის როგორ. რადგან მიწა თვითონ გამოიღებს ნაყოფს, პირველად ჯეჯილს, მერე თავთავს, შემდეგ კი სავსე მარცვალს თავთავში. რაჟამს მომწიფდება ნაყოფი, მაშინვე წარმოგზავნის ნამგალს, რადგან მოაღწია მკამ. თქვა. რას შეუდაროთ ღვთისსასუფეველი? ან რომელი იგავით გამოვხატოთ იგი? იგი მდოგვის მარცვალს აგავს, რომელიც მიწაზე დათესვისას ყველაზე მცირეა მიწაზე არსებულ თესლთა შორის. დათესვის შემდეგ კი ამოდის და ყველაზე დიდ მწვანილეულად გადაიქცევა. დიდ ტოტებს გამოისხამს, ისე რომ მის ჩრდილში ცისფრინველნი იბუდებენ. მრავალი ასეთი იგავით ეუბნებოდა იგი სიტყვას, რამდენის მოსმენად შეეძლოთ. იგავის გარეშე არ ესაუბრებოდა მათ, თავის მოწაფეებს კი ცალკე განუმარტავდა ყველაფერს. იმავე დღეს, რომ მოსაღამოვდა, უთხრა მათ. გადავცუროთ გაღმა. გაუშვეს ხალხი და წაიყვანეს იგი ნავით, რომელშიც იჯდა. მასთან სხვა ნავებიც იყო. ამოვარდა დიდი ქარიშხალი, ტალღები ნავს ეხეთქებოდა, ისე რომ ნავი უკვე ივსებოდა. ის კი კიჩოზე იყო და სასთუმალზე ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს. მოცხვარო, რომ ვიღუპებით, ნუ თუ არ გენაღვლება. წამოდგა და შერიცხა ქარი და უთხრა ზღვას. ადუნდი, ჩადეკ. ქარი დაცხრა და დიდი მყუდროება ჩამოდგა. უთხრა მათ. რატომ ხართ ასე მხტავნი? რატომ არ გაქვთ რწმენა? მათ დიდი შიშით შეეშინდათ და ერთმანეთს გადაულაპარაკეს. ვინ არის ეს ქარისა და ზღვაც, რომ მას ემორჩილება?